ამ ბლოგში მოგიყვებით, როგორ მოხდა პოლიციის მანქანა მსოფლიოში ნომერ პირველი უნივერსიტეტის, MIT-ის მთავარი შენობის გუმბათზე. მე ახლა ვიმყოფები კემბრიჯში, მსოფლიოში ნომერ პირველი უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, MIT-ის მთავარი შენობის წინ, სადაც მსოფლიოს ტვინები, მსოფლიოს მომავალ ტექნოლოგიებს, ახალ ინჟინერულ გადაწყვეტილებებს ქმნიან, მათთვის ვინც არ იცით, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში უკვე წლებია პირველობას არავის არ უთმობს, მაგრამ იცით თუ არა, რომ აი ამ შენობებში მხოლოდ მეცნიერებით კი არ არიან დაკავებული, არამედ მსოფლიოს ყველაზე გენიალურ და მასშტაბურ ღვინებს და ხრიკებსაც ქმნიან. ეს არის MIT-ის დიდი გუმბათი, რომელიც უნივერსიტეტის მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ის 1916 წელს აშენდა და მისი არქიტექტურა ძველ რომაულ პანთეონს მოგაგონებთ. სწორედ აქ არის ამოტვიფრული იმ დიდი მეცნიერების სახელები, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს. ნიუტონიდან დაწყებული, დარვინით დამთავრებული. თუმცა, სანამ ამ კედლებში მოწყობილ გიჟურ ხრიკებზე მოგიყვებით, უნდა იცოდეთ სად ვართ. ჩვენ ვართ ქალაქ კემბრიჯში, რომელიც პირდაპირ გადაჰყურებს ბოსტონს. თავად ბოსტონს კი მეტსახელად ლობიოს ქალაქს ეძახიან. ეს სახელი კოლონიური ხანიდან მოდის, კოლონიურ ხანაში კი ბოსტონის სამკუთხა ვაჭრობის ეპიცენტრი იყო. კარიბის კუნძულებიდან ბოსტონში დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ შაქარი და მელასა, რომლისგანაც აქ ადგილობრივები რომს ამზადებდნენ. იმ დროს ეს ტკბილი სითხე იმდენად ბევრი და იაფი იყო, რომ ყველაფერში ამატებდნენ. თანაც ქალაქში ძალიან მკაცრი რელიგიური წესები ჰქონდათ. შაბათობით მუშაობა და საჭმლის მომზადებაც კი არ შეიძლებოდა. ამიტომ ხალხმა ასეთი გამოსავალი მოიფიქრა. პარასკევს საღამოს ლობიოსა და ხორცს თიხის ქოთანში ჩაყრიდნენ, დაუმატებდნენ ტკბილ სითხეს, ღუმელში შედგამდნენ და მთელი ღამე ნელ-ცეცხლზე ტოვებდნენ. შაბათ დილით ცხელი და გემრიელი საჭმელი უკვე მზად ხვდებოდათ. ასე რომ, დღეს ჩვენ ვსტუმრობთ ადგილს, სადაც ისტორიული ლობიოს ქალაქი და მომავლის ტექნოლოგიები ერთმანეთს ხვდება. ახლა კი დავბრუნდეთ ამ გუმბათთან, რადგან სწორედ მასზე მოხდა ისტორიაში ყველაზე ცნობილი სტუდენტური ოვინი. 1994 წლის ერთ დილას ბოსტონმა გაიღვიძა და დაინახა ის, რაც ფიზიკის კანონებს ეწინააღმდეგებოდა. სახურავის მწვერვალზე ნამდვილი პოლიციის მანქანა იდგა, ჩართული მაშუქებით. სინამდვილეში ეს იყო შევროლეტ კავალიერის დაშლილი ნაწილები, რომლებიც სტუდენტებმა ღამით ჩუმად აიტანეს სახურავზე და იქ ააწყვეს. წარმოიდგინეთ, შიგნით პოლიციელი მანეკენიც კი იჯდა, რომელსაც ხელში სათამაშო იარაღი და დონატების ყუთი ეჭირა. მანქანას უკანა მინაზე ჰქონდა ყვითელი სტიკერი, ჩერდები დონატებისთვის. მანქანაზე ასევე იდო ჯარიმის ფურცელი წარწერით. ამ ადგილზე პარკირების ნებართვა არ გაქვთ. იუმორი იმაშია, რომ სანამ პოლიცია სერიოზულად ეძებდა დამნაშავეს, ან მანქანის მფლობელს სახელმწიფო ნომრით, სტუდენტებმა მათ ნომრის ნაცვლად უსასრულო ირაციონალური რიცხვი, პი დაუტოვეს. ეს იყო პირდაპირი დაცინვა ბიუროკრატიაზე მეცნიერების მხრიდან. ეს არ იყო ვანდალიზმი, სტუდენტებმა ისე ააწყვეს მანქანა, რომ შენობა საერთოდ არ დაზიანებულა. მათთან დატოვეს დეტალური ინსტრუქციაც კი, თუ როგორ უნდა დაეშალათ და ჩამოეტანათ ის უსაფრთხოდ. სწორედ ეს არის MIT-ის ინჟინრული იუმორი. გააკეთო შეუძლებელი ისე, რომ არაფერი გააფუჭო. აქ ხულიგნობა კი არ ფასდება, არამედ კრეატიული ინჟინერია. პოლიციის მანქანა ერთადერთი არ ყოფილა, ათწლეულობის განმავლობაში სტუდენტებმა გუმბათზე აიტანეს ფაქტიურად ყველაფერი, რაც კი წარმოედგინათ, სამშენებლო ამწე და თვითმფრინავის ასლიც კი. ეს ტრადიცია იმდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის, რომ არსებობს სპეციალური საიტი. ეს არის ერთგვარი ოვინების არქივი, სადაც 1999 წლიდან დღემდე ყველა მნიშვნელოვანი ჰაკია თავმოყრილი. იქ ნახავთ ფოტოებსა და ისტორიებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ MIT-ის სტუდენტებისთვის გრავიტაცია და აკრძალვები მხოლოდ დამატებითი მოტივაციაა. ახლა კი მოვედი MIT-ის ხერხემალში, რომელსაც უსასრულო დერეფანსაც უწოდებენ, რადგან ამ დერეფნის სიგრძე ზუსტად 251 მეტრია და სტუდენტები ხშირად ხუმრობენ, რომ თუ დერეფანში სწრაფად სიარული არ იცი, ესე იგი MIT-ელი არ ხარ. თუმცა, ამ კორიდორს მხოლოდ სიგრძე არ ხდის განსაკუთრებულს. წელიწადში ორჯერ აქ ხდება რაღაც, რაც მეცნიერებისა და ბუნების საოცარი სინთეზია. ამ მოვლენას MIT Henge-ს ეძახიან, Stonehenge-ის ანალოგიით. საქმე ისაა, რომ იანვრის ბოლოს და ნოემბრის შუა რიცხვებში მზის ჩასვლისას სხივები ზუსტად ემთხვევა კორიდორის ღერძს. წარმოიდგინეთ, მზის ოქროსფერი შუქი პირდაპირ 251 მეტრიან დერეფანს ბოლომდე მიუყვება და მთელ სივრცეს აალებს. უნივერსიტეტი ყოველთვის გადაჭედილია გენიოსებით, რომლებიც ლაბორატორიიდან ლაბორატორიაში გარბიან და ეს არ არის გადაჭარბებული ნათქვამი. MIT-ისთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ ადამიანს აქვს
მიღებული ნობელის პრემია. ეს არის MIT-ის მათემატიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტების დაფა, სადაც კურსდამთავრებული, წარმატებული კურსდამთავრებულები არიან გამოსახული და ჩემთვის განსაკუთრებული სასიხარულო იყო, როცა დიდხნიანი ძებნის შემდგომ აქ ქართველი აღმოვაჩინე, მისი სახელია საბა ლეფსვერიძე. ასევე გავიცანი ძალიან ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა, მეორე კურსის სტუდენტი, რომელიც მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობს. დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად მოხდება ამ დაფაზე და იმახსოვრეთ მის სახელი და გვარი, ის არის დავით კლდიაშვილი, რომელიც როგორც აღმოჩნდა, კომაროვის კურსდამთავრებულია და სკოლის დამთავრების შემდგომ უკვე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა MIT-ის მათემატიკის ფაკულტეტზე. სხვათა შორის ფილმის ნიჭიერი უილ ჰანტინგის საკულტო სცენა, სადაც პროფესორი ლამბო მათემატიკურ ამოცანას დაფაზე ტოვებს, გადაღებულია სწორედ აი ამ ადგილას. წარმოიდგინეთ, აქ კორიდორში შეიძლება გვერდი აუაროთ ადამიანს, რომელმაც სამყაროს აღქმა შეცვალა. აღმოაჩინა ახალი ნაწილაკი ან შექმნა ეკონომიკური მოდელი, რომლითაც დღეს მთელი მსოფლიო სარგებლობს. ამ დერეფნებში სეირნობისას შეიძლება იფიქრო, რომ დამწვრისუნი მოგდის, თუმცა ეს არ არის დამწვრისუნი, ეს არის მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების სუნი. მთელ ამ დერეფანში არის ლაბორატორიები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ლაბორატორია, ოთახი ნომერი 4003, სადაც მუშაობენ მინაზე. ეს არის მინის ლაბორატორია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფიზიკოსები და ინჟინრები ფორმულების ნაცვლად ხელში ცეცხლმოკიდებულ მინას ათამაშებენ. ეს მხოლოდ გართობა არ არის, შუშის გაბერვა სტუდენტებს ეხმარებათ უკეთ გაიგონ მასალების თვისებები, რაც ინჟინრებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. MIT-ში ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფაქტი მაინც ის არის, რომ მეცნიერება და ხელოვნება აქ სრულიად მოულოდნელ ადგილებში ხვდება ერთმანეთს. თუ მოგეწონათ ჩემი დღევანდელი ვლოგი, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ჩემი ვიდეო და დაელოდეთ ახალ საინტერესო თავგადასავლებს.